აბა კარგად გადახედეთ, რამდენი ქართველი აქ და დედა ვინ ჩამოასახლა ეს უცხოელები და ვინ შემოიყვანა ამდენი რუსი, არაბი, თურქი, ირანელი და სხვები ჩვენს მაგივრად ჩვენ მხრიან ქვეყნიდან ჩვენს მაგივრად ჩამოყავთ ეს ხალხი რატო იცი რომ აბა ისინი კი არ უყვართ უბრალოდ ისინი ფულს იხდიან სწავლაში, ცხოვრებაში, სახლის ყიდვაში რომელსაც თვითონ აშენებენ ჩვენი ქალაქის ჩაბეტონების და მკვლელობის ხარჯზე მიწაში რომელსაც ჩვენ ვიყიდიან და პლუს უცხოელებს არ აქვს პრეტენზია პოლიტიკური ოშმაში უახლოესი 30-50 წლის განმავლობაში ხო და ხახდო ერთი რამეა ამ უცხოელების ბრალი კი არა და მათ კი არ უნდა ვეჩხუბოთ უნდა ვეჩხუბოთ და მოვიშოვოთ და გადავყაროთ და ჩამოვყაროთ და ციხეში ამოვალყოთ ისინი ვისაც ჩამოყავს ეს ხალხი ანუ ვინც ვიყიდის ჩვენ სამშობლოს ჩვენ ქართველებს ყრის და საქართველოს სწორებს ქართველების გარეშე და ამ დროს ყველანაირი სხვა ქვეყნის წარმომადგენელს აქ ასახლებს ორი ბიზნეს ერთი რომ მიყიდოს მათ ჩვენი მიწა ჩვენი ქალაქების განადგურების ხარჯზე კორპუსები მათი აშენებული და მეორე ებძიძრებს რუსებს, არაბებს, თურქებს, ხოლო გაჭირებული ქვეყნის მოქალაქეებს, ინდოელებს, ავღანელებს, სომალელებს ჩვენზე კიდევ უფრო სამათხოვრო და მონური ხელფასი გადაახტევინოს. ხო და იქნებ აზზე მოხვიდეთ და საქართველოს ქართველების გარეშე დარჩება ცოტა მოინდომოთ და იბრძოლოთ, თორე დამთავრდა საქართველოს აგერ არის ამის სახე. აბა რამდენი ქართველს ნახავთ კიდევ ერთხელ დააკვირდით. აბა რამდენი ქართველია კარგად გადათვალეთ ერთება ახალ წელს 2026 წლის საქართველოში.